ისრაელში ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს და ომის დასრულება და მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს. პარალელურად ისრაელი განაგრძობს მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ქალაქ ღაზაში, რამაც გაეროს მონაცემებით თითქმის 250,000-ზე მეტი პალესტინელი კიდევ ერთხელ აქცია იძულებით გადაადგილებულ პირად. მარტო ვერაფერს გავხვდებით და სახლში დარჩენაც არ შეგვიძლია. რამე უნდა ვიღონოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოვსულიყავით აქ, ღაზის სექტორთან ახლოს, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ საშინელ გენოციდს, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება. არც კი ვიცი, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამ ყველაფერს. ბოლო მონაცემებით ქალაქ ღაზაზე შეტევის მიუხედავად, ქალაქში რომლის უმეტესი ნაწილი ისრაელის წინა რეიდებისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა, ჯერ კიდევ რჩება ასობით ათასი ადამიანი. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს რაიმე მოიმოქმედოს. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ყველას თვალწინ ხდება. რამე უნდა ვიღონოთ. მსოფლიომ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე აქამდე აკეთებდა, რათა შეჩერდეს ეს ომი. 2023 წლის ოქტომბერს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ 460 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჰამასის მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი ომს 65,141 პალესტინელი ემსხვერპლა. გაეროს სააგენტოებისა და მრავალი დამოუკიდებელი ექსპერტისთვის ეს მონაცემები, რომლებიც ომის მიმდინარეობისას დანაკარგს აღნუსხავს, ყველაზე სანდო წყაროა. თუმცა მასში არ არის მითითებული დაღუპულებს შორის რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ან მებრძოლია. ჰამასის წევრებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაახლოებით 1200 ადამიანი დახოცეს, 251 კი გაიტაცეს. ბოლო მონაცემებით ღაზაში ამ დროისთვის 48 მძევალია, რომელთაგან დაახლოებით 20, როგორც ისრაელი მიიჩნევს, ჯერ კიდევ ცოცხალია. დანარჩენები ცეცხლის შეწყვეტის ან სხვა შეთანხმებების შედეგად გაათავისუფლეს. სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ისრაელი ღაზის მოსახლეობას გენოციდს უწყობს.